რა თქმა უნდა, თბილისიც ემზადება საახალწლოდ მათთვის, ვისაც ახალი წლის შეხვედრა ქუჩაში უნდა. დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. რიყეზე დილიდან დაიწყო გალა კონცერტის გენერალური რეპეტიცია, სცენაზე ქართულ მომღერლებთან ერთად უცხოელი მუსიკოსებიც გამოვლენ. კონცერტი ევროპის მოედანზე ღამის 3 საათამდე გაგრძელდება. აქვეა მოწყობილი საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი და პატარებს თოვლის ბაბუაც უმასპინძლებს. ჩვენი კორესპონდენტი ნათია მღევრიშვილი ჩაგურთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, დასრულდა თუ არა მზადება კონცერტისთვის? დიახ, გალა კონცერტის მზადება უკვე დასრულებულია. გაიარეს გენერალური რეპეტიცია მონაწილეებმა და ამ დროისთვის ხო ტექნიკური დეტალები დარჩა დასაზუსტებელი. მე შეგახსენებთ, რომ გალა კონცერტისთვის სულ 3 სცენაა დამონტაჟებული რიყეზე, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ. ერთ-ერთი სცენა, რომელიც შუაშია განთავსებული, იქნებიან აქ წამყვანები და 12 საათზე მრავალჟამიერი შესრულდება. რაც შეეხება აქეთ უკვე მარჯვენა მხარეს, აქ თბილისის მერის ბენდი და გიო ხუთიშვილის ბენდი და ქართული მუსიკოსები დაიკავებენ ამ სცენას, ხოლო მესამე სცენაზე უკვე უცხოელი მუსიკოსები ავლენ. მე შეგახსენებთ, რომ გალა კონცერტის მზადება უკვე დასრულებულია და 10 საათზე დაიწყება ეს კონცერტი და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება პროგრამა. დასრულებულია მთლიანად სცენა, მომღერლება ყველა შემსრულებელმა გაიარა საუნდტრეკი, ველოდებით ბევრ ადამიანს, ვინც არ ხვდებით სახში, ყველანი მობრძანით ევროპის მოედანზე 10 საათიდან. პაროსტელარის ჯგუფი და გრუსონიქსის, რომელიც არის ჯემიროქვაის მოქმედი ბენდის წევრები უკვე თბილისში არიან, მათ დაასრულეს უკვე რეპეტიცია, ასე ვთქვათ, და ძალიან კარგი, განსხვავებული და შთამბეჭდავი ახალი წლის ღამე გელით დღეს ყველას ევროპის მოედანზე. რაც ვნახე ხა რეპეტიციებზე ძალიან კარგი და ხარისხიანი და ლამაზი ცოცხალი კონცერტი იქნება. ჩვენ ვიწყებთ 10-ზე, ცოტა ცივა, მაგრამ მე ვეუბნები რომ ყველა მოვიდნენ, იმიტომ რომ ძალიან მაგარ ცეცხლს დავანთებთ. დღეს მთლიანად წარმოდგენა, სადაც ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ, იქნება ცოცხალი შესრულებით. ეს არის უზარმაზარი 30 კაციანი ბიგ ბენდი, რომელიც ზურგში გიბერავს და ძალიან დინამიური იქნება. გალა კონცერტის დაწყებამდე დღეს დილიდან მთელი დღის განმავლობაში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს რიყის პარკში. აქ არიან მოძრაობის თეატრის მსახიობებიც, საქმესულობის განწყობაზე ზრუნავენ. მოწყობილია ასევე ყინულის მოედანი და საშობაო სოფელიც. თავაზობთ ბავშვებს, დიდებს, უფროსებს საახალწლო მსვლელობებს, ეგრეთ წოდებულ კარნავალებს. ყოველი დღე არის სხვადასხვა კოსტიუმით დატვირთული, ანუ სხვადასხვა გმირებით. დაუშვათ დღეს ვართ ელფები, ხვალ ვიქნებით სანტა-კლაუსები. რიყის პარკში გრძელდება ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა, საბავშვო, კულტურული, სპორტული და ასე შემდეგ. ყინულის მოედანი ფუნქციონირებს, თოვლის ბაბუა და სანტა-კლაუსი კვლავ არიან როგორც რიყის პარკში, ასევე მთაწმინდის პარკში და ელიან ბავშვებს. შეგახსენებთ, რომ გალა კონცერტისთვის მზადება უკვე დასრულებულია. ორგანიზატორები აქ მომსვლელების მსურველებს ელოდებიან უკვე 10 საათიდან. დიდი მადლობა ნათია მღევრიშვილი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.